აგარაკები წავკისში, წოდორეთსა და ზესტაფონში, ბინები თბილისსა და კიევში. მიწები ზესტაფონსა და ვანში. ეს მილიონერი პარლამენტარის, ბეჟან წაქაძისა და მისი ოჯახის ქონებაა. უდოვი არაფერი არ არის. 2025 წელს მან, როგორც პარლამენტარმა ბიუჯეტიდან 111,000 ლარის შემოსავალი მიიღო. უდოვი არაფერი არ არის. წაქაძე არც ძვირადღირებულ ფერწერულ ტილოებს, საათებსა და ცეცხლსასროლ იარაღებს იკლებს. მაშინ, როცა ქვეყნის მოსახლეობის 13%-ის სოციალური შემწეობის იმედად ცხოვრობს, დანარჩენი კი სიღარიბის ზღვართან ახლოს, გიჩვენებთ, როგორ ცხოვრობენ გავლენიანი ადამიანები, მაღალჩინოსნები და მათი ერთგული მსახურები. გახდით ჩვენი გამომწერი და ამ გადაცემის მომდევნო ეპიზოდები არ გამოგრჩებათ. ფაქტებსა და დოკუმენტებზე დაყრდნობით მოგიყვებით ფუფუნების ამბებს. არ დაგავიწყდეთ ამ ვიდეოს გაზიარება. ბეჟან წაქაძე პოლიტიკაში ბიზნესიდან მოვიდა. 2020 წელს ის ქართული ოცნების სახელით გახდა პარლამენტის წევრი. ყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვების შემდეგ. ერთადერთი სანქცია, რომელიც შეიძლება დავიწყესოთ და საბედნიეროდ მათ ამის უფლება არ აქვს, ჩემს ზესტაფონში ჩავიდა და ჩემს რეგიონში. ლოგიკურია, ზესტაფონში მას მემკვიდრეობით და ჩუქებით მიღებული 12 მიწის ნაკვეთი აქვს, საერთო ჯამში 15,000 კვადრატულ მეტრზე მეტი. აქვე ფლობს აგარაკსაც, რომელიც დეკლარაციის მიხედვით მემკვიდრეობით მიღებულ მიწაზე ააშენა და 100,000 ლარი დაუჯდა. წაქაძის საკუთრებაშია ბინა თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე და ფართი მუხიანში. დეკლარაციაში მითითებული აქვს ის ქონებებიც, რომელიც საჯარო რეესტრში არ იძებნება, ზოგიერთი კი მათ კომპანიებს უკავშირდება. მისი ბოლო დეკლარაციის მიხედვით ამ ქონებაში მას მინიმუმ 5 მილიონ ლარზე მეტი აქვს გადახდილი. 2015 წელს 825,000 ლარად შეიძინა ბინა კიევში. არანაკლებ შთამბეჭდავია მისი მეუღლის, ნონა ბურკაძის სახელზე არსებული ქონებაც. ბეჟან წაქაძის დეკლარაციის მიხედვით ბურკაძე უმუშევარია და ოფიციალურად 0 ლარის შემოსავალი უფიქსირდება. თუმცა მას ეკუთვნის მილიონ ლარზე მეტი ღირებულების აგარაკი სოფელ წავკისში. 446 კვადრატული მეტრი ბინა თბილისში, ინგოროყვას ქუჩაზე, რომელიც 2012 წელს 2,6 მილიონ ლარად შეიძინა. ნონა ბურკაძის სახელზეა ვანში 4 ჰექტარი მიწის ნაკვეთიც. საერთო ჯამში კი მის სახელზე 12 უძრავი ქონებაა რეგისტრირებული. როგორც ჩანს, ოჯახში აგარაკები განსაკუთრებით უყვართ. ბეჟან წაქაძის შვილი, ბიძინა წაქაძეც წოდორეთში აგარაკსა და მიწის ნაკვეთს ფლობს. მის საკუთრებაშია მიწები ვანში, სოფელ ციხესულორში. უდოვი არაფერი არ არის. წავკისში მისი მშობლების აგარაკის გვერდით 1010 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი აქვს. გარდა ამისა, თბილისში, ინგოროყვას ქუჩაზე ფლობს როგორც საოფისე ფართს, ისე ბინას. საერთო ჯამში ბიძინა წაქაძის სახელზე 11 უძრავი ქონებაა რეგისტრირებული. იცი ვისი ნახატია, სტალინი, იმ დიდი სტალინის კი არა, მისი შვილიშვილი არის მხატვარი ამერიკაში, იოსებ ჯუღაშვილი, რომელიც წერს არის სტალინის შვილი და წერს სტალინს. პარლამენტარ ბეჟან წაქაძეს ძვირადღირებული ფერწერული ტილოებიც ყვარებია. მის კოლექციაში 8 ფერწერული ტილოა, რომლებშიც ჯამში 676,500 ლარი აქვს გადახდილი. ყველაზე ძვირია ტიმჩენკოს ნამუშევარი პრინცესა, რომელიც 165,000 ლარი დაუჯდა. ელენე ახვლედიანის ორ ტილოში კი 122,000 ლარი აქვს გადახდილი. კოლექციაშია სტალინის შვილიშვილის ნამუშევარიც თაიგული, რომელიც 2016 წელს 66,000 ლარად შეიძინა. წაქაძის საკუთრებაში ასევე 2010 წელს შეძენილი შოპარდის საათი, რომლის ღირებულება 49,500 ლარია. უდოვი არაფერი არ არის. არც ცეცხლსასროლი იარაღების მიმართ არის გულგრილი. მოოქროვილ პარაბელუმში 2016 წელს 82,500 ლარი გადაიხადა, ხოლო მაუზერში ხის ჩასადებით 37,950 ლარი. რაც შეეხება ავტომობილებს, ოჯახს 2 მანქანა ჰყავს. მეუღლეს 2004 წლის ლექსუსი, რომლის ღირებულება 15,000 ლარია, ხოლო თავად ბეჟან წაქაძეს 2014 წლის Land Rover-ი, რომელიც $20,000 ღირს და შვილის საჩუქარია.
პირველი ნაბიჯები ეს იყო საბჭოთა კავშირის დაანგრევის შემდეგ. დღეს მის სახელზე 8 კომპანია. 2026 წლის დეკლარაციის მიხედვით მას მხოლოდ 1 კომპანიიდან ჰქონდა შემოსავალი. დღეს 8 კომპანიაში მისი წილების მმართველი მისი შვილი ბიძინა წაქაძეა. თავად ბიძინაც 8 კომპანიის მეწილია. მამაშვილის კომპანიების ძირითადი საქმიანობა მშენებლობაა. მათი ერთ-ერთი კომპანიის აშენებულია საცხოვრებელი კორპუსი თბილისში, ონიაშვილის ქუჩაზე. წელს კი ქუთაისის აეროპორტთან და ვანში 4 ვარსკვლავიანი სასტუმროების გახსნას აპირებს წაქაძეების კომპანია GDG ჯგუფი. ბეჟან წაქაძეს 2018 წელს სალომე ზურაბიშვილისთვის 60,000 ლარი აქვს შეწირული. მის შვილს ბიძინას კი 30,000 ლარი. მანამდე 2016 წელს ბიძინამ ოცნება 60,000 ლარი შესწირა. ბიძინა ივანიშვილის ღალატი, ეს არის სამშობლოს ღალატი. ნამდვილად გეუბნებით. ხოდა როგორც ჩანს, მისთვის, მისი ოჯახისთვის და ბიზნესისთვის ეს ერთგულება საკმაოდ კარგადაც ფასდება. უდები არაფერი არ არის. ხსმენიათ ქართული ოცნების წევრების ან საჯარო მოხელეების დამოუკიდებლობაზე. მოგწერეთ კონფიდენციალურად მეილზე ან სიგნალში. დეტალებს აღწერაში იპოვეთ. არ დაგავიწყდეთ ჩვენი არხის გამოწერა და ამ ვიდეოს გაზიარება.